გამარჯობა, მე ვარ ნინო ხალვაში და მინდა კიდევ ერთი წიგნის რეკომენდაცია გავუზიარო მე-16 ელემენტის აუდიტორიას. დღეისთვის შევარჩია გიუნელ მოულუდის წიგნი ბანაკი, რომელიც აზერბაიჯანულიდან თარგმნა ოქტაი ქაზუმოვმა. ეს არის ბიოგრაფიული რომანი, სადაც გიუნელი თავის ისტორიას გადმოგვცემს, თუ როგორ ცხოვრობდა ბანაკში, ეგრეთ წოდებულ კარვების ქალაქში, ყარაბაღის პირველი ომის შემდგომ. გიუნელი გვიზიარებს პირად ისტორიას, იმ ტკივილს, რომელსაც ყველა ქალი გადის ხოლმე ომის პერიოდში და ომის შემდგომ. იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, მაგრამ ხმამაღლა საუბარი არ შეგვიძლია. ავტორი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირი, გვიზიარებს თავის პირად გამოცდილებას, სტერეოტიპებთან, სტიგმასთან, დისკრიმინაციასთან და ძალადობასთან დაკავშირებით. წიგნი ასევე გვარწმუნებს იმაში, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობის მშენებლობას განსაკუთრებით შეიარაღებული კონფლიქტების შემდგომ. სამწუხაროდ, ჩვენ მწირი ინფორმაცია გვაქვს ჩვენი სამეზობლოს შესახებ, ამიტომ თუ დაინტერესებული ხართ სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტით, გირჩევთ რომ წაიკითხოთ გიუნელ მოულუდის წიგნი ბანაკი.